ევროპული გზა ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქვეყნისათვის, რომელიც ევროპულ გზაზეა ბოლო მინიმუმ 25 წელიწადია და შესაძლოა მეტიც ეს ევროპული გზა ქართული დეფიციტ რუსული ოცნების მიერ, რუსული ოცნების პოლიტიკის გამო ჩახერგილია და არც გაიხსნება ეს გზა ჩვენთვის, ვერც დავადგებით ამ გზას თუ არ ჩატარდება დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში, როგორც უნდა ჩატარებული იყო 26 ოქტომბერს, მაგრამ რუსულმა ხელისუფლებამ ისი თქვენ, რომ ჰიბრიდული ოპერაცია ჩაატარა საქართველოს წინააღმდეგ და მე მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებასაც, ვიდრე ქართული დეფიციტ რუსული ოცნება არ წავა ხელისუფლებიდან, რომელიც მას მიტაცებული ძალაუფლება მას მიტაცებული აქვს. მათყუ არაა ეს ხელისუფლება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბევრი დამოუკიდებელი მიუკერძოებელი ექსპერტის მიმომხილველის შეფასებითაც ეს ხელისუფლება ამბობდა, რომ ევროპისაკენ მიხავს საქართველოს მაგალითად ღირსებით, კეთილდღეობით და კიდე რაღაც მესამე სიტყვაც ჰქონდა მოფიქრებული, მაგრამ 28 ნოემბერს მოგეხსენებათ თავადვე შეაჩერა, ქვია, ესე დაარქვეს, თუმცა რეალურად არ შეაჩერა, არამედ დაასრულა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ გვერდება ჰარტაბლოში ექსპერტი რონდელის ფონდიდან, ბატონი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც მივესალმები, ბატონო კახა, მოგესალმებით. თუ ისმის ჩემი, მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ ბატონ კახას. ბატონო კახა. გავაგზავნებ შელობას, ვიდრე ბატონი კახა შემოგვიერთდება. უნდა ითქვას, რომ ქართული რუსული ოცნების ხელისუფლებას უპირისპირდებიან მოქალაქეები, რაც საკვირველია ქუჩაში, რომლებმაც კიდევ უფრო კარგად დაინახეს ბოლო პერიოდია, რომ იზიდა ივანიშვილს და მის პარტიას, მის რუსულ ოცნებას საქართველოს არა მხოლოდ რუსეთისაკენ მიხავს ეს ერთი უბედურება, არამედ ჩეხავს საქართველოს. ბატონი კახა გოგოლაშვილი ახლა არის ჩვენთან პირდაპირ ხაზზე. მოგესალმებით ბატონო კახა, მადლობა რომ მონაწილეობთ. მოგესალმებით. გადაცემაში უღბესი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, ვიდრე ვისაუბრებდეთ თემაზე, რომელიც აქტუალური, განსაკუთრებით აქტუალური იყო გუშინ, მანამდე გითხავთ, უსმინეთ თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და რა შთაბეჭდილება დაგჭათ, რა აზრს გაგვიზიარებთ მის გამოსვლასთან დაკავშირებით. კი, მშვენიერი გამოსვლა იყო, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ამომწურავი, ჯერ ერთი მიაწოდა პირველ ნაწილში მიაწოდა მთლიანად ინფორმაცია იმაზე თუ რა ხდება საქართველოში, რამ გამოიწვია კრიზისი, ქართული ოცნების მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე საკმაოდ სიღრმისეული ანალიზი წარმოადგინა და მე მგონია აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ანალიზი და სიტუაციის ხედვა იყო ძალიან ევროპულად წარმოდგენილი. ანუ ზუსტად ისეთი სტილით და ისეთი, ესე ვთქვათ, ენით, შეიძლება ითქვას ისეთი კონსტრუქციებით, რომლებიც გასაგებია სრულიად ევროპელებისთვის, გასაგებია მათი პოლიტიკოსებისთვის და აბსოლუტურად მე მგონია, რომ ამაზე უკეთესად აი ამ ანალიზს ვერავინ ვერ წარმოადგენდა ალბათ ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე. მეორე ნაწილში მან ისაუბრა უკვე ესე ვთქვათ კონკრეტულად იმ საკითხებზე, რომელიც დღეს ვითარდება, რა საფრთხეები განვითარდა, როგორი არის ვთქვათ დღევანდელი სიტუაცია და რა პრაქტიკულად რა პრობლემები შექმნა ოცნების პოლიტიკამ მთლიანობაში საქართველოში, რას მოითხოვს ვთქვათ ხალხი, როგორია განწყობები მოსახლეობის და აქაც იყო ძალიან კარგად ინფორმაცია დალაგებული და გადმოცემული და რაც მთავარია ის შეეცადა იმ გზების დასახვას, ანუ ძალიან კარგი კომუნიკაცია ჰქონდა ევროპელების მიმართ, ანუ შეეცადა იმის ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საქართველოს, საერთოდ რამდენად მნიშვნელოვანია და საქართველოს საკითხი კრიზისი, რომელიც იქ არის, აი ამის გადაწყვეტა რამდენად მნიშვნელოვანია ევროპისთვის და გადაწყვეტა ისეთანაც, როგორც ვთქვათ, ქართულ ხალხს სჭირდება და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ხალხმა დაიჯეროს, საქართველომ დაიჯეროს, რომ ევროპა უდგას მხარში მას. ასევე აქ ილაპარაკა რაღაც კონკრეტულ, ესე ვთქვათ, ღონისძიებებზე,
კონკრეტულ ზომებზე, რომელიც უნდა გატარდეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ხაზი გაუსვა იმას, რომ კონტაქტები არ უნდა დაიკარგოს და ევროპელები უნდა ხშირად ჩამოვიდნენ მაღალ დონეზე და მათ უნდა აჩვენონ, რომ ისინი დგან ხალხის გვერდზე. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მთელი ეს საუბარი იყო მიმართული იქამდე, რომ იქითკენ, რომ უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებამ, უზრუნველყოს ევროპის სრული მხარდაჭერა აი იმ მიზნის მიღწევაში, რასაც ქვია ახალი არჩევნები და რასაც ქვია ევროპულ, ასე ვთქვათ, ევროპულ გეზზე დაბრუნება, ან ევროპული გეზის დაბრუნება საქართველოს და ქართველი ხალხისთვის. საინტერესო იყო ძალიან ნამდვილად მისი, ესე ვთქვათ, პარალელები, რომელსაც ისწავლებდა, ვთქვათ, რუსეთის მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან, შიდა პოლიტიკა, საგარეო რუსეთის მიზნები და პოლიტიკა და რამდენად, ესე ვთქვათ, თანხვედრაში არის დღეს აი ამ ქართული ოცნების მოქმედებები, არა მარტო ვთქვათ, მათი მიზნები და ზრახვები, არამედ მოქმედებებიც რამდენად თანხვედრაშია აი ამ რუსულ მიდგომებთან და ძალიან კარგად დაანახა ეს კავშირი, ესე ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლებასა და დღევანდელ ფაქტობრივ ხელისუფლებას შორის, რომელიც საქართველოში დღეს ესე არალეგიტიმურად მართავს ქვეყანას. მე მგონი, რომ საბოლოო ჯამში იყო ძალიან შთამბეჭდავი მისი გამოსვლა, აშკარად ძალიან შთამბეჭდავი და დაიმსახო, რომ ხუხარეთაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვნად ისევ გაუსვამდი მე ხაზს იმას, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ლაპარაკობს აბსოლუტურად ევროპული ენით. ენით ამ სიტყვის ფართო გაგებით, არა ვიწრო გაგებით. იმ ენით, რომელიც ესმის ევროპას. ანუ, როდესაც მას უსმენენ, ევროპელებს ჯერათ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ საქართველო აზროვნებს ევროპული, ესე ვთქვათ, მოდელებით და ევროპული ღირებულებებით. და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მათ იგრძნონ ეს პასუხისგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც არის მათი მონათესავე, ესე ვთქვათ, ერი და ქვეყანა. მადლობა, კახა, პასუხისთვის, თუმცა ერთი დამატებითი კითხვა 29 დეკემბერს თუ 28-ში, 29-ში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აპირებს ინაუგურაციას მის მიერვე დანიშნული, სხვა სიტყვას ვერ უსადაგებ ახლა, დანიშნული პრეზიდენტისა. როგორ ფიქრობთ, ქალბატონი სალომე, დღევანდელი პრეზიდენტი ქვეყნისა, იქნება თუ არა ევროპელებისათვის ისეთივე მნიშვნელოვანი პერსონა საქართველოდან უკვე უხეშად 2025 წლიდან. იმიტომ რომ მე რასაც ვაქცევ ყურადღებას, არც ერთი ხაზს უსვამ, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის, არც ერთი თანამდებობის პირი, როდესაც თუ ვინმე მიმართავს საერთოდ ესაუბრება წერილობით ან ტელეფონით აკაური დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ ხელისუფლებად არ მოიხსენიებს. რჩება თუ არა ევროპელებისათვის პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი 2025 წლიდან. დიახ, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ევროპა ეს არის ლეგალისტური, რა თქმა უნდა, სივრცე. ეს არის სივრცე, რომელიც არ უშვებს რაღაც, ასე ვთქვათ, რღვევას კონსტიტუციონალიზმის, სახელმწიფოებრიობის, ვთქვათ, ნებისმიერი ლეგალური, ასე ვთქვათ, ცნებების აღრევას არ უშვებს, ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ძალიან ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ რას წარმოადგენს ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი. ამიტომ, რაც შეიძლება მალე ევროკავშირის ვორდინგი და ევროპაში მთლიანად აი ეს მათი მეტყველება უნდა ჩამოყალიბდეს მთლიანად ზუსტად იმაზე, აგრძელებენ თუ არა ისინი სალომე ზურაბიშვილის ცნობას, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციისა საქართველოში. ანუ ეს წყალგამყოფი, რა თქმა უნდა, არის მომდგარი ზღვარზე, იმიტომ აქამდე თუ ყველა ცდილობს და მათ შორის ევროპელები ცდილობენ, რომ მოაგვარონ ეს კონფლიქტი, რომელიც საქართველოში ახლა წარმოიშვა, შიდა პოლიტიკური კონფლიქტი, რომელსაც ჩვენ ვთქვათ, ხედავთ საქართველოში, რომ მოგვარდეს მშვიდობიანად და მოგვარდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, შეიძლება ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ამიტომ შეიძლება ისინი ძალიან მკვეთრ რიტორიკას არ მიმართავენ და ძალიან მკვეთრ რაღაც ლექსიკას არ იყენებენ იმისთვის, რომ შეაფასონ თქვა დღევანდელი
de facto ხელისუფლება საქართველოს როგორც არალეგიტიმური, როგორც ვთქვათ, უზურპატორი და ასე შემდეგ. Იმიტომ რომ მიმდინარეობს ეს პროცესი, ესე ვთქვათ, ჯერ კიდევ რაღაცას ხედავენ, რაღაც შესაძლებლობას ალბათ რომ ეს ყველაფერი გადავიდეს რბილად, ვთქვათ, ახალ არჩევნებში და არ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აი კონსტიტუციური წესრიგი მთლიანად დაირღვა და რევოლუციური ცვლილებაა სახეზე, ხო? ამიტომ ახლა ამ მომენტში ჩვენ ვერ ვხედავთ ისე ძალიან მკაფიო ვთქვათ მათ შეხედულებებს და დაპირებებს რომ ჩვენთვის იქნება მაინც ზურაბიშვილი პრეზიდენტი რაც არ უნდა მოხდეს და ასე შემდეგ მაგრამ ეს არის ის მომენტი როდესაც მათ უნდა გადაწყვიტონ როგორ გააგრძელებენ შემდგომ ესე ვთქვათ ურთიერთობას მე ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქართველი ხალხის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხთან თუ დასავლეთში დაინახავენ რომ მოსახლეობისთვის მიუღებელია აბსოლუტურად აი ესე ვთქვათ ის არაკონსტიტუციური პრეზიდენტის არსებობა და მისი ესე ვთქვათ ლეგიტიმაცია მიაჩნია დაუშვებლად და თუ ამის უკან დგას ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების რაოდენობა რომლებიც არიან ძალიან ჩამოყალიბებული ზუსტად თავიანთ შეხედულებებში არ ეშლებათ აქ არავითარი ორიენტირები არეული არ აქვს და ზუსტად იციან რომ სიმართლისთვის დგანან ისინი იქ აი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს იქნება ამ ფაქტს ვერავინ ვერ გაიქცევა ერთია რომ არსებობს რაღაც ლეგალისტური ჩარჩო მაგრამ მეორე არის ის რომ არსებობს პოლიტიკური გარემო და ლეგიტიმაცია საერთოდ ხდება ადამიანების მოსახლეობის მიერ, ხო? ლეგიტიმაციას არ ჭირდება მანდამაის არჩევნები და არც ჭირდება რაღაცა გაფორმება სადღაც რაღაცა აქტით ან ასე შემდეგ, ხო? ლეგიტიმაცია ეს არის გამოხატულება ადამიანების ნების. ადამიანის ნება შეიძლება გამოიხატოს ყველანაირად. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რა თქმა უნდა უდგას გვერდში პრეზიდენტს და მოითხოვს იმას რომ მისი უფლებამოსილებები გაგრძელდეს. ნუ რა თქმა უნდა ფაქტიურად ამის განხორციელება იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ არის ხელისუფლება რომელიც პრაქტიკულად ძალადობრივად მართავს ქვეყანას, ანუ გადასულია აბსოლუტურად ყველა კანონების რღვევაზე და ძალადობრივად და ძალიან მცირე რაღაც იმას ნიშნებს ავლენს ნებისმიერი სახით რაღაცაზე მოლაპარაკების, ამიტომ ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ აქ ეს გამოსვლა ვთქვათ, რომელიც ქონდა ქალბატონ სალომეს იმაში ბრიუსელში და უпростоრად სტრასბურგში რამდენადაც ვიცი, ხო? სტრასბურგში ტარდებოდა ეს სესია. ეს გამოსვლა რომელიც მას ქონდა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მან აი თითქოს აი ბოლო ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის რომ დაერწმუნებია ევროპელი პოლიტიკოსები რომ მათ უნდა სრულად დაიჭირონ ერთი მხარე და დაუჭირონ მხარე აი მთლიანად ესე ვთქვათ საქართველოს მოსახლეობას და მის ნებას. ამ შემთხვევაში ასევე პრეზიდენტის ესე ვთქვათ აღიარების საკითხს რომ ის უნდა დარჩეს აღიარებულ პრეზიდენტად მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ესეც მოხდება. რა თქმა უნდა ისინი არ იქნებიან გამაღიზიანებელი, ისინი არ შეეცდებიან კონფრონტაციული ესე ვთქვათ ლექსიკის გამოყენებას, გნებავთ ქართული ოცნების მიერ არჩეული პრეზიდენტის მიმართ და ეს არ იქნება ისეთი კონფრონტაციული ტონი, მაგრამ ისინი დაუჭერენ სრულად ხარს, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის აღიარებაც იქნება მანამდე, როგორც პრეზიდენტისა, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები. დიახ, მე ჩემთვის ნიშანდობლივი იყო რამდენიმე საკითხი რეპლიკის სახით ვიტყვი თქვენის ნებართვით, რომ ქალბატონმა სალომემ რასაკვირველია დიპლომატიურ ენაზე არ დაიშურა კრიტიკა ცოტა ნელი ევროპის მიმართაც და მას ევროპის კავშირს ან ევროპარლამენტარებს კონკრეტულად დაანახა ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული ნიშნები რასაკვირველია იციან, მაგრამ აი რაღაც ერთიან კონტექსტში ჩასვა, იქ ახსენა სირია, იქ ახსენა შავი ზღვის რეგიონი, იქ ახსენა სომხეთის მოძრაობა ევროკავშირისკენ და იქ ახსენა რუსი გენერლები, რომლებსაც უნდათ ჩაბოტება საქართველოში კონკრეტულად თბილისის აღება, რომელიც მთლიანად კავკასია გააკონტროლონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა სხვა კითხვა. მე მინდოდა მეკითხა გაჭრის თუ არა სალომე ზურაბიშვილის სიტყვა უფრო ზუსტად იყო ევროპელთა კრიტიკა და პოლიტიკა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებაზე მეთქი, მაგრამ ჭრეთ რა თქვენს შესაძლო პასუხს აქედან გამომდინარე ამას არ გითხავთ და გუშინდელ ამბავს მიუბრუნდები.
დღევანდელ ამბამდე სწორედ გუშინ დიპლომატიური პასპორტების მოქმედების შეჩერების საკითხი იყო მეტად აქტუალური. დღეს თითქოს აზრი დაკარგა. მაინც გთხოვთ, როგორც კვალიფიციურმა პირმა აუხსენით მაყურებელს და მეც, რა გადაწყვეტილება მიიღო ევროპის კავშირმა, უბრალოდ რას მიიღებს ევროკომისია და რა რეკომენდაცია ახლა ამასთან დაკავშირებით, ანუ ვის არტიკლებს პასპორტებზეა ეს მიბმული თუ პიროვნებებზე. ჩვეულებრივ ქართული ოცნების იმ პირს, რომელსაც ჰქონდა ლურჯი პასპორტი, ანუ დიპლომატიური პასპორტი, ის ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით უტრირებულად საშოფინგოდ გავა კი? კი, ეს რა თქმა უნდა, ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია თვითონ ფაქტი. პირველად გააკეთა ესეთი რაღაცა, რომ ესე იგი ამოღების სიაქვია ამას პრაქტიკულად ამოიღო უვიზო მიმოსვლიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელები. გადაწყვეტილებაში წერია, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეუჩერდესო. თუ თქვენ მივსჯელებთ გადაწყვეტილებით, რეგულაცია ამას ძალიან ზუსტად არ არეგულირებს. ის რეგულაცია, რომელიც ეგრეთ წოდებული ვიზის შეჩერების შესახებ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ 2018 წლის რეგულაცია, ის არ ამბობს ზუსტად, არ არის ნათელი. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ ამ პასპორტს თუ ეხება მის მფლობელს, მაგრამ გადაწყვეტილებაში იყო ნათქვამი პასპორტების მფლობელების შესახებ, რომ მათ ესე ვთქვათ შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა. ამიტომ ეხლა თავარი რა არის, აქ ხო მოხდა დავალება ევროკომისიაზე. ეს გადაწყვეტილება არის ესე ვთქვათ ჩარჩო შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ამის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ თავად გადაწყვეტილება იქნება მაშინ, როდესაც ევროკომისია შეიმუშავებს კანონ პროექტს. ანუ ეგრეთ წოდებულ პროპოზალს, ან კანონ პროექტს, აი იმ კანონ პროექტში უნდა გაიწეროს ეს დეტალები. ანუ რა უფლება ექნება, თქვათ, ორი პასპორტის მფლობელებს ამ შემთხვევაში და გავრცელდება თუ არა ეს იმ ნიშნით, პირადობის ნიშნით თუ გავრცელდება ეს იქნება დაზუსტებული მოგვიანებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რახანაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება ესეთი და ჩაწერეს, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს, ესე ვთქვათ, აღარ ექნებათ უვიზო მიმოსვლის უფლება. ეს უნდა ნიშნავდეს და აისახოს ევროკომისიის აი ამ ჩამოყალიბებულ კანონ პროექტში, როგორც ესე ვთქვათ, ფაქტი, რომ პიროვნებებზეა საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად ეხლა ტექნიკურადაც წარმოიდგინეთ, ადამიანი გადის, თქვათ, საზღვარზე და აჩვენებს აი ამ თავის წითელ პასპორტს, ხო, ბიომეტრიულ პასპორტს ჩვეულებრივს. და მას აქვს ამ დროს დიპლომატიური პასპორტის და მოსაზღვრე ხედავს, რომ იქ ეს არის ადამიანი, რომელსაც დიპლომატიური პასპორტიც გააჩნია, ხო? რა იცის ახლა მოსაზღვრე მას შეიტანა ვიზაზე და უარი უთხრეს თუ არ უთხრეს უარი ვიზაზე, ხო? ეს ახლა მე ესე ძალიან დეტალებში არ ვიცი, როგორ მუშაობს სასაზღვრო ინფორმაცია და ვიზის უარის შემთხვევაში გადადის თუ არა მასთან ინფორმაცია შესაძლოა არა. მაგრამ მას იმ წუთში და ხო გაუჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატიური პასპორტი აქვს და რატო არ აიღო ვიზა და რატო მოდის თქვა სხვა პასპორტით, ხო ადამიანი. ანუ ეს საერთოდ ნონსენსია, რომ შეუჩერეს დიპლომატიური პასპორტებზე, მაშინ როდესაც პასპორტი დასაჯეს, ესე იგი ადამიანი კი არ დასაჯეს, ან რაღაცა კატეგორია კი არ ამოიღეს, რაც ნიშნავს დიპლომატიური პასპორტების კატეგორიის ამოღებას ამ უვიზო მიმოსვლის სიიდან. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ პასპორტს, არ უნდათ ისინი იხილონ ადვილად ესე ვთქვათ, შემოწმების გარეშე შესულები ევროკავშირის ტერიტორიაზე, ხო? ანუ აქ ყველანაირი ლოგიკა ჩვენ გვაჩვენებს, საკანონმდებლო საფუძველი არ არის სრულად პრეცედენტო ამბავიც არის, კი ბატონო. ბატონო, ამ ეტაპზე ჩვენ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მიღებული ის ჩანაწერი, რომლებიც მიიღეს, ის უბიძგებს ევროკომისიას, რომ მან მიაბას პიროვნებებს ეს გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სახის პასპორტით მათ დაჭირდებათ ვიზა იმისთვის, რომ შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. უდაოდესია და კარგია, რომ ევროპის კავშირი არიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას საქართველოს რიგით მოქალაქეებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ამგვარი მოლოდინიც არსებობდა, რომ აი ჩვენ ამ უვიზო რეჟიმს
ხო, რომელიც შენგენის წევრ სახელმწიფოებში 90 დღით ყოფნის უფლებას გვაძლევს 180 დღეში, ხო, ჩვენც შეგვიჩერდებოდა და სწორია რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროპის კავშირმა, იღებს ევროპის კავშირი. მაგრამ ეხლა ერთი უცნაური კითხვა. მესმის პირობითად ავიღოთ, აი გუშინ კახაყალაძემ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მასაც აქვს ეს დიპლომატიური პასპორტი. და მე თქვა დაამატა რომ დასძინა რომ მეო წავალო და ვიზას ავიღებო. ან არა იღებს და ეცდება რომ წითელი პასპორტით ბიომეტრიული გადავიდეს. კარგი, ხა ეს მის საქმე. მაგრამ მოქმედ ელჩებზე არავინ არ ლაპარაკობს. აი მოქმედ ელჩებსაც. დიახ, კი ბატონო, გეტყვით მაგაზე. ესე იგი, ნებისმიერი დიპლომატი, რომელიც არის აკრედიტებული ესე ვთქვათ, უცხო ქვეყნებში, მათ გააჩნიათ ეგრეთ წოდებული სააკრედიტაციო ბარათები. ანუ ისინი არიან აკრედიტებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმ ქვეყნის და ისინი არ მოძრაობენ ქვეყანაში თავისი ქართული პასპორტებით. ისინი მოძრაობენ ამ სააკრედიტაციო ბარათებით და ეს სააკრედიტაციო ბარათი პრაქტიკულად არის მრავალჯერადი, რო ვთქვა, ტექნიკურად რას ნიშნავს. გარდა იმისა, რომ მას გააჩნია იმუნიტეტი იმ ქვეყანაში ამ ბარათის გამო, გარდა იმისა, რომ მას შეუძლია ფასდაკლებები კონდეს, მაგალითად DGG-დან არის გამოკლებული, როცა რაღაცას ყიდულობს მაღაზიებში და ამ შემდეგ, ეს დიპლომატები, რომლებიც მუშაობენ იმ ქვეყნებში. ამის გარდა ეს არის პრაქტიკულად მრავალჯერადი ვიზა. ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყანაში შედის და გამოდის ამდენჯერს უნდა. ამიტომ მოქმედ დიპლომატებზე, რომლებიც მუშაობენ ევროპაში, ეს არის მოქმედებს. მაგრამ თუ ადამიანი არის დიპლომატი, მაგალითად მუშაობს სომხეთში ან თქვათ არის აკრედიტებული სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, თუ ეს არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მასზე გავრცელდება ზუსტად იგივე, იმიტომ ის თავისი სააკრედიტაციო ბარათით იქ ვერ შევა, მას დაჭირდება თავისი დიპლომატიური პასპორტი. მასზე რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში გავრცელდება. ამიტომ ესე ვთქვათ, ეს არც იქნებოდა ნორმალური ახლა დიპლომატებს რო დაჭირდეთ ვიზები, რამდენი შევლენ და გამოვლენ, მაშინ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტო ქვეყანასთან. მაგრამ აი, როდესაც ვთქვათ, მაღალი რანგის მოხელეებს ახლა კობახიძემ კითხვა ის, რომ მეო ახლა მე მაინც ოფიციალურ შეხვედრებზე დავდივართო ჩვენო მაღალი რანგის ეს ვთქვათ ხალხიო და თუ რაღაცაო ჩვენ მაინც მთავრობა მოგვიწევს და ვიზის აღებას რა უნდა წავალთო და 1 საათში ავიღებთო. კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ მას მოიწევენ, ჯერ ერთი მათ უკვე იშვიათად იწევენ და სულ უფრო ნაკლებად მიიწევენ იგივე ნებისმიერ ეს ვთქვათ ევროპის დედაქალაქში. მაგრამ თუ მიიწვიეს და ვთქვათ ვიზა ეკუთვნის, აიღოს ვიზა და წავიდეს, ამაზე კი არ არის საუბარი. აი საშოპინგოთ როცა მოუნდება წასვლა მას და მის ოჯახს, ხო? აი მაშინ უკვე ვიზა დაჭირდება და მაშინ შეიძლება ვიზა უბრალოდ არ მისცენ. გააჩნია როგორ მოიქცევიან. ეხლა არის ესეთი სიტუაცია. თუ მოიქცევიან უკეთესად, ვიდრე აქამდე იქცეოდნენ და ხალხის ცემას, ტყეპას დაანებებენ თავს ციხეებში ჩაყრას, დაშინებას და შანტაჟს და ასე შემდეგ, მაშინ შეიძლება არ შეუქმნან პრობლემა, მაგრამ თუ ამას გააგრძელებენ, აი კონკრეტულად ვინც გააკეთებს ამას, იმას ეთქვიან ძალიან კულტურულად ვიზაზე უარს როცა მივა. აი ამაშია საქმე. მაგრამ საქმე თლიანობაში ახლა რო ვთქვათ, ამაზეც არ არის საქმე. ანუ ეს დისკომფორტი, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ, ახლა მოქალაქისთვის ეს დისკომფორტი არ არის მთავარი და ისიც არ არის მთავარი, რომ აი როგორ გააწვალეს, კალაძე ხო გვაწვალებს და აი ახლა გააწვალეს ევროპელებმა კალაძე ვიზა არ მისცეს. არც ეს არ არის მთავარი, ხო? მთავარი არის ის, რომ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები არიან დასანქცირებული ამის შედეგად. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და როდესაც გამოდის მაღალი რანგის საჯარო მოხელე ან გნებავთ მინისტრი და ასე შემდეგ და ამბობს რომ მე ჩვენ არ გვეშინია მაგის, იმიტომ რომ ჩვენ თუ აქედან არ შეგვიშვეს, ჩვენ კიდე სხვა პასპორტი გვაქვს და იქიდან შევალთ, სხვა ეს იცით რა არის, მაგალითად თქვენ რომ თეატრში არ შეგიშვან face control-ის გამო და თქვენ თქვათ რომ არა უშავს, მე ის მყავს, რა ქვია, იქ კარისკაცი მყავს და უკანა მხრიდან შემიყვანს, ან დარაჯს ვიცნობ და ის შემიყვანს, ან ერთბოთ არახს მისცემ და შემიყვანს. შეიძლება რომ სტადიონში, მაგრამ იმ საზოგადოებას რა შეუბნებით, საიდან შეხვედით თქვენ ამ თეატრში, ხო? ანუ აქ პრესტიჟის საკითხია და აქ მარტო მათი კი არა, ქვეყნის პრესტიჟის საკითხიც არის აქ, ხო? ანუ ამაზე არ დარდობენ, ნაკლებად დარდობენ. ამ მათ გამოსვლებში მე ვერ დავინახე ეს რაღაც დარდი იმის გამო, რომ აი როგორ ესე თქვა შეურაცხყოფა მოგვაყენეს და რა აქნეს და
არა, პირიქით, სიხარული, ამას ვერც აულის, ამას იმას ვიდათ შემოულით და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ინფანტილური, მე მგონია, ანუ სახელმწიფო სათავეში არ შეიძლება იყოს მართავდეს ხალხი, რომელიც აი ესე ყოფით საკითხებზე უფრო ესე ვთქვათ, რაღაც რეაგირებს, ვიდრე სახელმწიფოებრივ თემებზე და ვიდრე ქვეყნის პრესტიჟზე. გეთახმებით აბსოლუტურად როგორც ჩემი მოსაზრებით, იგი მოდი შევცხადია, თეატრი კარგი მაგალითია, მაგრამ აი 60-იანი ან 70-იანი წლების სტადიონი უფრო კარგი მაგალითია. აი სტადიონზე რომ შეიპარებოდნენ ხოლმე ხომაგები, რასაკვირველია, უნდოდათ, გან არ უნდოდათ თამაშზე დასწრება მაყურებლის რანგში, მაგრამ აი კარისკაც სწორედ ფულს უკუჭავდნენ ხოლმე. ოღონდ დღეს უკვე ევროპის სტადიონებზე ვერ შეიპარები, ხო და ჩვენთან ვერ შეიპარები, იმიტომ რომ UEFA-ს თუ FIFA-ს დაწესებული აქვს კაცრი კონტროლი და შესაბამისად ევროპაშიც ესე პოლიტიკურ ჭრილში რო გადავიყვაროთ უკვე ევროპაშიც ეხლა თლად ესე იოლად შეპარვაც არ გამოვა. ბატონო ხა უღრმესი მადლობა წარმატებას გისურვებთ. ბოლო კითხვა პრინციპში როგორ ფიქრობთ, აი ცოტა რიტორიკულია. ამგვარი ქმედებები ევროპიდან და მაღალი ალბათობით უკვე შეერთებული შტატებიდანაც გატეხავს თუ არა ამ ქართულ დეფისი რუსულ ხელისუფლებას. დე ფაქტო ხელისუფლებას. აი ამ რუსულ ხელისუფლებას ესე ვთქვათ არ მინდა ესეთი ისინი გავიმეორო ესეთი ხისტი არავის გატეხვა ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა უბრალოდ რომ სამართალმა პური ჭამოს როგორც ამბობენ, ხო? ანუ ჩადგეს კალაპოტში ქვეყანა და მოვიდეს ჭკუაზე, უფრო ესე ვიტყოდი, ჭკუაზე მოიყვანს თუ არა, ხო? მე მგონია რომ ჭკუაზე უნდა მოიყვანოს პირველ რიგში აი ხალხის აი ესეთმა განწყობამ, ძლიერმა ხალხის ძალიან ძლიერმა ნებამ, გამოხატულმა და ხალხის უდრეკმა, რაც თავარია, ხალხი არ წდება და ხალხი ვერ უნდა გატეხოს ამათმა და მათი გატეხვა არ არის აუცილებელი, მათი ჭკუაზე მოყვანა კი ბატონო და იქნება მოეგონ გონს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხალხთან მართლა არავის მოუგია ომიხე. მე ადრე მაგალითად ეს გამოთქმა მეგონა რაღაც რიტორიკული გამოთქმა, მაგრამ აი როგორც უკვირდები ახლა ამ ბოლო ხანებში და განსაკუთრებით აი ამ ბოლო კრიზისს რო უკვირდები, ხშირად ვფიქრობ, ძალიან სპეციფიკ ვფიქრობ, სადამდე მივა ეს და როდემდე შეიძლება გაძლო და საბოლოო ჯამში მეც ვეთანხმდები იმას, რომ შეუძლებელია რომ ხალხს მოუგო ომი, როდესაც არ ხარ მართალი. როდესაც მტყუანი ხარ ამ ომში, ხო? და აქ არის რა თქმა უნდა ხალხის განწყობა მთავარი და მათი აი ესეთი რამდენად გადაწყვეტილი აქვს ხალხს რომ იბრძოლოს ბოლომდე და შეუძლებელია რომ ამ შემთხვევაში მათ მოუგონ. ისიც აქვე ჩვენ როცა ვაპარაკობთ ევროპის და შეერთებული შტატების ხარდაჭერაზე, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, მაგრამ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ მხარდაჭერისთვის მე მგონია ხალხის აი ესეთი მობილიზაცია, განწყობა და ხალხის მზადყოფნა რომ ბოლომდე იბრძოლონ. ამ შემთხვევაში იზრდება რა თქმა უნდა მხარდაჭერა და ამ შემთხვევაში ყველა ცდილობს შენ დახმარებას ღმერთის ჩათვლით ესე მგონია მე. უღრმესი მადლობა. კახა გოგოლაშვილი იყო ჩემი სტუმარი, გამარჯვებას გისურვებთ. წარმატებას მე აქამდე ესე ვამბობდი, მაგრამ ეხლა უკვე გამარჯვებას გისურვებთ. უფრო სწორი სიტყვა ალბათ ეს არის. მადლობა კახა, გამარჯვებას გისურვებთ ნახვამდის. კი ბატონო, თქვენც ასევე გაგიმარჯვოთ ღმერთმა, რაც მაგაც ნიშნავს ზუსტად. კი, მადლობა.